კასპში დავიბადე 1953 წელს. ანუ იმ 1000 წლეულში სანამ 2000 დადგებოდა 47 წლით ადრე. ხოდა ეს 2000 სანამ მოვიდოდა სულ მეშორებოდა. ხოლო ვფიქრობდი, 2000 წელს 47-ის უნდა ვიყო. მაგრამ ახლა 1000 წლეულში კიდევ გაიქცა 25 წელი და დღეს 72 წელი შევისრულდა. 72 წელი კალამთან ერთად შეუსრულდა. სპორტის მემატიანე, ასე უწოდებს, ვინც მას იცნობს ყველა. სპორტული ჟურნალისტი ამირან ტალახაძე დღეს იუბილარია. პირველი წერილი სპორტზე ჯერ კიდევ ბავშვობაში დაწერა. სკოლაში შევედი, მაშინ ასე იყო 7 წლისა. 6 წელი ერთ სკოლაში ვისწავლე, მერე კასპის უბანი არის ერთი ქეჩარუხი ჰქვია, აქ აღჩენდა ახალი სკოლა, კასპის მესამე საშუალო. აი ამ სკოლაში გადმოვედი, მესამე სკოლელი გავხდი, მე-7 კლასი იყო. აი შეიძლება ითქვას, რომ იმ წელს მე-7 კლასელმა პირველად დავწერე წერილი, ასეთი გაზეთი იყო, ნორჩი ლენინელი, საბავშვო გაზეთი იყო და საფეხბურთო თემაზე. აგროვებდი უკვე სურათებს და რატომ 64 წელში ჩვენი დინამო პირველად გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი. იმ წლიდან დავიწყე, როგორც ფეხბურთის მოყვარულმა ბავშვმა, ფეხბურთელების სურათების შეგროვება. და აი შეიძლება პირველი მუზეუმი მაშინ გავაკეთე სახლში. 4-ვე კედელი. სადღაც ოთახი იყო 4-5-ზე დავფარე ფეხბურთელების სურათებით. ლელოდან ჭრიდი და რუსულ გაზეთი იყო ასეთი სავეტსკი სპორტა. აი შეიძლება ითქვას სპორტის სიყვარული აქედან შემოვიდა ჩემში. მე უკვე დიდი სპორტსმენი და რამე არ ყოფილა. აი ფეხბურთში სკოლისა და ჩემი უბნის ნაკრები ფეხბურთელების, აი მეკარე ვიყავი რა, ეხლა წინ თამაში ისე არ მეხერხებოდა და კარში ვიყავი. წამოვიდა და გაჩნდა სურვილი უკვე მე მოთხრობებიც დამიბეჭდეს ნორჩენიაში, ჰუმანიტარული მიმართულება გაჩნდა. სად უნდა მესწავლა? ან ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე, ან სხვაგან. სამიანებითა და ოთხიანებით ვერ მოხდებოდი. ჟურნალისტიკა ძალიან დიდი კონკურენცია იყო ხოლმე. თუმცა ეს სურვილი, აი ჯარიდან მოbrunების მერე სრულად მოულოდნელად ამიხდა. კასპის სტამბაში ვიყავი ნამუშევარი, მე სკოლის მერხიდან სტამბაში დავიწყე მუშაობა ბეჭდავად და მიცნობდა უკვე სტამბის დირექტორი და სიტყვა წამახმარა კასპის გაზეთის რედაქტორთან, გურამ კლდიაშვილი, თბილისელი ინტელიგენტი კაცი, პოეტი კაცი. აი იმის ლექსი აიქამაკ საგანგებოდ და 10 კლასს დამთავრებული ჯარიდან ახალ ჩამოსული მივიღო რადიულ გაზეთის რედაქციაში. აი იქიდან დაიწყო მაშინ. სპორტზე ნებისმიერ ძირითადად მრეწველობა, სამრეწველო რაიონია, მეცემენტთა ქალაქია კასპი, მრეწველობაზე, კულტურაზე, ასე და მოვდივარ დღემდე. ჟურნალისტიკის ფაკულტეტი და კი დამირჩა ოცნებად, მაგრამ რედაქციაში რახან მუშაობდი, გორის ბარათაშვილის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი მაგ დაუსწრებელზე სწავლობდი. უკვე მუშაობდი რედაქციაში და აღარ ქონდა აზრი, რომ ამ დროს მე დასწრებულზე ესწავლა. ისე რომ გორი აი ერთგვარი, აი გულში გორი და გორელები რა. ჩემ გულში ყოველთვის არიან რა. თუნდაც იმიტომ რომ გორელების სიძე ვარ. ამირან ტალახაძე ასე ჩანთით ხელში კასპელებს ხშირად უნახავთ. ჩანთით, სადაც წლების განმავლობაში თავს იყრიდნენ ისტორიები, კადრები, ფოტოაპარატი ახლა მობილურმა ჩაანაცვლა. ხუმრობს, რომ პირველი სელფიც ბავშვობაში მან გადაიღო ფოტოაპარატით, რომელმაც უამრავი კადრი ასახა. პირველი სელფი შეიძლება ითქვას, აი ეგ ვიყავი სადღაც მე-8 კლასში. პირველი სელფი საქართველოში. თან რა გამიკროდა სარკეში ვიყევდი და მე სარკეში გამოსახულებ ბიჭო არ გამოვიდა ესე მე ესეა დავიჭირე. კასპში თუ რამე მომხდარა, სახალხო დღესასწაული იყო, საეკლესიო თუ აი სოფლებში არ არის აი მომენტი, შემთხვევა, სტუმრიანობა, აი მიხეილ ტალი, ნონა გაფრინდაშვილი, ბორის პაიჭაძე მყავს კასპის სტადიონზე გადაღებული, ანუ
ხაილებად ამას დაწყობილია ეს ყველაფერი, იმიტომ ეს ყველაფერი არის დიდძალი მასალა და ვერ დაიმახსოვრებ ვერაფერს. ძალიან ძნელია რომ ფოტო სხვა რო იღებს შენი წერილისთვის. იმ მომენტს იმ უღამს ვერ დაიჭერს. და დღესაც ვიღებ მობილური და ბევრს უკვირს. საიდან ასეთი ხარისხოვანი ფოტო ნიუანსები არის რა რაღაცები და ცხოვრების მანძილზე პროფესიების არჩევაც მოუწია, კალამიც ასე მომართა, თუმცა სპორტის სიყვარული ვერაფერმა ჩაანაცვლა. აფხაზეთის ომის დამთავრების შემდეგ ნაწილები თავიანთი დისლოკაციის ადგილებს რომ დაუბრუნდნენ, კასპის გვარდიული ბატალიონიც დაბრუნდა კასპში და ერთხელაც მომივიდა შიკრიკი სახლში, რომ ნაწილის მეთაური გიბარებსო. მივედი დაველაპარაკე, აღმოჩნდა რომ თავაზობენ ბატალიონში მუშაობას. აღმზრდელობითი მუშაობის დარგში. არცო სამხედრო და ომის თემატიკა იყო ჩემთვის უცხო და მიუღებელი. მამა ფრონტელი მყავდა. აი დიდი სამამულო ომი როგორც ვეძახდით. ძველად მე ხა დღეს ამბობენ მეორე მსოფლიო ომი, ვისაც როგორ უნდა დაუძახონ, ჩემთვის ის დარჩა დიდ სამამულომა და ფრონტელი მამის ამბავში და კიევში დღესაც დგას გემი მემორიალი, რომელზეც ერთადერთი ქართველი კაცი იბრძოდა მაშინ. მე რო ჩავიცი ქართველი ოფიცრის ფორმა, უკრაინაშიც მომიხდა სამხედრო სწავლებაზე ყოფნა, ეს გემიც ნახე, მთელი თავგადასავლებია დიდი. იყო აი ესეთი მომენტები რა. მე ცხოვრებაში აი 2006 წელში მე ცემენტიც კი გავხდი. კასპის ქარხანაში რამდენიმე წელი ვიმუშავე, უფრო ზუსტად 12, მაგრამ სადაც არ ვიყავი, კალამი არ გამიშვია ხელიდან. აი ქარხანაში ვიყავი, ქართული ცემენტის წარმოებაზე მაქვს დაწერილი 100 წლიანი ისტორია. კასპელ მეცემენტებზე თუ ჯარში ვიყავი, ჯარის თემა და მთელი ამები. მაგრამ აი ეს სპორტი დღემდე მოდის და მოდის რა. დღესაც აი კასპის გაზეთი, რომელიც თვეში ერთი გამოდის, არ არის ნომერი ის კასპის გაზეთისა, რომ აი სპორტული გამოშვება არ იყოს. გამოცემული როგორც ასეთი არა, წიგნები აი თითო ეგზემპლარად ხელნაწერის სახით მიდევს რა. აი ზოგი წიგნი დაბეჭდას წიგნი თუ წიგნის ავტორი, აი ჩემი სახით უკვე 10, 15, 20 წელია, აი რიგში დევს, რომ ვინმე მეოხი გამოჩნდეს. ანუ იგივე სპონსორს რა მოგენ დღეს მე ეს სიტყვა სპონსორი არ მიყვარს. იმიტომ ქართველი კაცი იყო ყოველთვის ქველი, მეოხი იყო, მეოხეობით, აი სხვისი თანადგომი და დღესაც მაქვს იმედი რომ ვინმე დაინტერესდა მარტო ჭიდაობის თემაზე 5 წიგნი მიდევს. მარტო ჭიდაობის თემაზე. ნახოთ რა, ხელნაწერის სახით თითო ეგზემპლარად. ამირან ტალახაძის დაბადების დღის და მთავარი სურვილიც არის ის, რომ კასპს სპორტის მუზეუმი ჰქონდეს, ამისთვის უამრავ აფიშას, ფოტოს თუ წერილობით მასალას თავი უკვე მოუყარა. მთავარი სურვილი რა იქნება? ამ წლების განმავლობაში არ იყო შეჯიბრება, არ იყო ისა სადაც არა მარტო ჩემი სურათები, უბრალოდ რომელიც მოვიცი ოჯახებიდან, იქიდან გადავიღე, რომ დავასკანერე, ეს ყველაფერი თავმოყრილი მაქვს. არის ზღვა მასალა და არის აი დოკუმენტური სარწმუნო წყაროს სახით, რომ კასპში არსებობდეს კასპის სპორტის მუზეუმი. იმიტომ ყავდა ფალავნები, ჩემპიონები